გამოიყურება ჩვენი საბავშვო კუთხე, ესეთ ასაცმელები. ყველაფერი იქეთ-აქეთ ყრია და ვცდილობ, რომ ეხლა დავალაგო. ნახოთ, დღეს თუ დავამთავრებ, კი გაჩვენებთ თქვენს. მაგრამ თუ როგორ ვალაგებ და ასე შემდეგ, ამ პერიოდს ვერ გაჩვენებთ შემოლამაზება და თბილება. ეხლა მეტად დაისვარა აქაურობა ასაცმელებით. ცოტა რაღაცეები კი შევალაგე. იქ დაწყობილი მაქვს უკვე, იქაც რაღაცებს ვაწყობ და ნუ ასეთ ნელ-ნელა მივდივარ. ჩემ მეგობრებო, ეხლა დავალაგე აქაურობა. კიდევ რა თქმა უნდა მაგ დასალაგებელი 1 საათი საქმეა. აი ესე დავალაგე. აქაც ესე ლამაზად ჩავაწყე, რაც თამაშობია ყველა დავახარისხე, აქაც ცალკე, აქეთ ცალკე, აქეთ ცალკე. ესეთნაირად. და აქაც კარადებში იმასაც დავაწყე. იქ ტასაცმელები თეთრეულები, აქაც მათი ტასაცმელები, აქაც მათი ტასაცმელები და ესე ლამაზად დავაწყე. აი აქეთაც, აი ასე. და ნელა ბოლოში მივდივარ. ნახეთ ჩემი მეგობრებო, აქაც ეხლა დავალაგე და ესე ლამაზად დავაწყე სათამაშოები. ყველა თავისი ადგილი მოვუნახე და ეხლა ისინი დავახარისხო ყველა თავის ადგილას და всё ეს ოთახი ესე დასრულდება. ჩემი მეგობრებო, მსათხარ შედეგი ნახოთ? აბა შევედით. გახსოვთ რაც გავდა აქაურობა, რამდენი ტასაცმელები იყო. აი ესე გამოიყურება ეხლა. ჩვენი ლამაზი კოხტა საბავშვო ოთახი. ცი ლამაზი ხედით. აი ეს სათამაშოებიც ესე დავაწყე, რომ ბავშვი მოვიდეს, რაც უნდა ითამაშოს, მერე ლამაზად დააწყოს მის ადგილას. ასე რომ ჩემი მეგობრებო, ეს ვლოგი აქ დასრულდება, მაგრამ ამას გაგრძელებაც ექნება. ჩემო ლამაზებო. ჩემი ოღლე მოვიდა სამსახურიდან და ესეთი შოთები მოიტანა და სიმინდი მოიტანა კიდე. ძალიან მიხარია, რაღაცნაირად მინდოდა. ძალიან მიხარია. ეს შენ დახატი ალისა? კი. ყოჩახში, ყოჩ. ჩვენი გემრიელი კიელსი ძალიან მიყვარს, ძალიან გიждები. ვის არ უყვარს სალფეტკები და ეს კეჩუპები. ყველი ალბათ და ისე კეჩუპი ზუსტად არ ვიცი. უეცარი. მოგესალმებით ჩემო თბილო მეგობრებო, როგორ ხართ? დღეს არის ახალი ვლოგი და ჩემი მეუღლე იყო წასული მაღაზიაში, ეხლაც კიდე წავიდა, რაღაცები უნდა იყიდოს და მოიტანოს და ეხლა რაც მოიტანა, იმას გაჩვენებთ. შემდეგ რომ მოიტანს, მასაც გაჩვენებთ რა თქმა უნდა. სტაფილო მოიტანა, კარტოფილი მოიტანა, ხახვი, ვაშლი, ეს სხვანაირი ვაშლი, ნიორი, პური, კიტრი, ლობიო მწვანე, ხინძი, პეტრუშკი, რეჰანი, ყველი, ერთნაირი, მესმეორენაირი, ყურძენი, ბადრიჯანი, ბულგარული, აქ რამოდენიმე ფერებია და პომიდორი. მეგობრებო, მოვიდა ჩემი მეუღლე და რა მოიტანა. ეს ბრინჯი, ეს ოსტი, ეს მაკარონი, რეგიას, ესეთნაირი სპაგეტი, რეგიასი, ვერმიშელი რეგიას, ლობიო, რეჩიხა, ესეთი მაკარონები, რაღაც ახალია. ეს ბრინჯი, არაქი,
ეს გალინა ბლანკა ბულიონისთვის. ეს ორი კალბასი აქციაში იყო. ეს მაწონი ბავშვებს უყვარს ძალიან. ცალ-ცალი ფქვილი, კილოიანები. ეს რძე. ესეთები მიყვარს ზოგადად, მეტი ხანს ძლებს, ეს ტომატი და ესეთი კიდე 3 ტომატი. სულ ეს არის შემოკარგება. მაგრამ კიდევ მოვალ დღეს. ჩემი მეგობრებო, ეხლა ლობიოს ვარჩევ. ხვალ მინდა გავაკეთო აჯობსანდალი, მაგრამ ეს ვიყიდეთ და ხეს მინდა რომ მოვხარშო მარტო ლობიო. ხვალ გავაკეთებ უკვე აჯობსანდალს. და თქვენს გადაგიღებ. ძალიან მიყვარს ციფალოთ თქვენ. და ეხლა გავაკეთებ. დღეს არის ახალი დღე და ჩემი მეუღლე იყო წასული კიდევ მაღაზიაში, ბაზარში. ოღონდ დღეს იყიდა ხორცელობა. 2 ქათამი ვიყიდეთ. ეს საქონლის ხორცი და ეს თევზი. ეხლა სხვა თევზი გვაქვს და ეს იკრა. კიდევ ვიყიდეთ ეს. მიგოზი ვიყიდეთ. გოზინაყი ვიყიდეთ, ძალიან მიყვარს და აქ არის შებოლილი მეკნი. შორტ ვიდეოში მექნება და ნახავთ. და ჩემ მეუღლემ შესუმზირა ეს მიწის თხილი, ბავშვებს კანფეტები და ესეთი ხალაჩკები. ეს პამპერსები და ეს ბავშვების შამპუნი. ჩემ მეუღლემ დაჭრა ხორცი და ესე ჩააწყო შიგ. აქ არის ქათამი, 2 ხორცი ქონდა კიდე და ეს საქონლის ხორცი. ესე გამოიყოფება. ეს ყავს ჩემნარი კარგი მეუღლე. უტერბროდი მომინდა ეხლა და ჩემი მეუღლე მომიტანა საწყოში.